დიპლომატიისთვის დღეს ნამდვილად საქმიანი დღე იყო და საქმიანთან ერთად ძალიან საინტერესოც და ამას აქვს თავისი მიზეზი. ერთი იმიტომ, რომ ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები ერთმანეთს ყოველდღე არ ხვდებიან და არც ყოველდღე წყდება კონტინენტის ბედი. შესაბამისად, ძალიან დიდი ინტერესი იყო მიმართული საუდის არაბეთის მიმართ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასრულდებოდა ეს შეხვედრა და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის საკითხზე გარღვევა როგორც ასეთი არ ყოფილა, თუმცა ასეთი მოლოდინებიც არ ყოფილა წინასწარი დელეგაციების მხრიდან, თუმცა არის კონკრეტული შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ მიღწევები ყოველ შემთხვევაში ასე ასათაურებენ ამას დელეგაციის წარმომადგენლები და შეთანხმებები, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შედგა. პირველ რიგში ეს არის დიპლომატიური მისიების აღდგენის შესახებ შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონში, რომ დიპლომატიური მისიების საელჩოები მისი სრული ესე ვთქვათ შემადგენლობით უნდა აღდგეს თითოეულ დედაქალაქში და გარდა ამისა უნდა შეიქმნას კონკრეტული ჯგუფები. ერთი ჯგუფი იმუშავებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დათბობაზე და მეორე ჯგუფი იმუშავებს სწორედ მთავარ საკითხზე, უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე და ამ მიმართულებით უნდა ითქვას, რომ გამოჩნდა ვაშინგტონის პოზიცია. ვაშინგტონის უფრო მეტად საუბრობდა იმაზე, რომ საჭიროა დათმობები და კომპრომისები და ამის აუცილებლობას უსვამდა ხალხს და მეორეს მხრივ რუსეთი ამაზე სულ უფრო ნაკლებად საუბრობდა და სულ უფრო მეტად საუბრობდა იმ ინტერესებზე, რომელიც მას აქამდე აქვს დაფიქსირებული. შესაბამისად, ამ მიმართულებით გარღვევები ჩვენ დღეს ვერ ვნახეთ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ორივე მხარე კმაყოფილია შეხვედრით და ესე ვთქვათ, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ შევიტყვეთ, როდის იქნება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, თუმცა ის ნამდვილად შევიტყვეთ, რომ მომდევნო კვირას იგი არ გაიმართება. Разговор был, я считаю, очень полезный. ვფიქრობ, საუბარი იყო ძალიან სასარგებლო. დამჭა შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ ვუსმედით ერთმანეთს, არამედ ერთმანეთის გვეს მოდაკიდეც. ამერიკული მხარე უკეთ იწყებს ჩვენი პოზიციების გაგებას. შევთანხმდით იმაზე, რომ პირველი უზრუნველყოთ ელჩების დაუყოვნებლივი დანიშვნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში. მოხსნათ ის წინააღმდეგობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენ დიპლომატიური მისიების მუშაობის გართულებას ემსახურებოდა. მეორე, უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე დავიწყოთ ჯგუფების მუშაობა. როგორც კი შევიტყობთ ამერიკული მხარის წარმომადგენლის ვინაობას, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავთავთ ჩვენს მონაწილეს ამ პროცესში. მესამე, ფართო გაგებით უკრაინის კრიზისის დაძლევის პარალელურად შევქმნათ იმის პირობები, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროში. მათ შორის კონსულტაციების აღდგენის გეოპოლიტიკური პრობლემის ირგვლივ, სხვადასხვა კონფლიქტების გადაჭრის თვალსაზრისით. მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც ამერიკასაც და რუსეთსაც გააჩნიათ თავისი ინტერესი. უნდა მოხსნათ ურთიერთმომგებიანი ეკონომიკის თვალსაზრისით არსებული ხელოვნური ბარიერები. რაც შეეხება ევროკავშირის ძალების ჩასვლას უკრაინაში, პრეზიდენტმა ტრამპმა პირველმა თქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ყველაფრის მიზეზი და ეს იყო ბაიდენის შეცდომა. აქედან გამომდინარე აუხსნით ამერიკულ მხარეს, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა. ნატოს წევრი ქვეყნების განთავსება უკრაინაში, თუნდაც სხვა დროში, ეს არაფერს ცვლის და ჩვენთვის მიუღებელია. მოლაპარაკებებზე შევთანხმდით 4 კონკრეტულ პრინციპზე. პირველი, შევქმნათ სამუშაო ჯგუფები, რათა აღვადგინოთ ჩვენი დიპლომატიური მისიების ფუნქცია ვაშინგტონსა და მოსკოვში. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური კავშირები. მეორე, დავნიშნოთ მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი, იმაზე სამუშაოდ თუ რა იქნება უკრაინის ომის დასასრული. იმისათვის, რომ შედეგი იყოს გრძელვადიანი და ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები. მესამე, დავიწყოთ ერთობლივი, მაღალი დონის დისკუსიები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ბოლოს, გუნდების მუშაობის პარალელურად მხარეები ჩავერთვებით პროცესში, რათა ეს ეფექტურად წარიმართოს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ დონალდ ტრამპი ერთადერთი ლიდერია, ვინც მხარეებს სერიოზული საუბრისკენ უბიძგა. იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს, ეს უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 3 წელიწადზე მეტია რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა. ჩვენი სატელეფონო ზარით კი კომუნიკაციის ხაზები აღდგა. ჩვენ დღეს დავიწყეთ რთული გზა, მაგრამ პროცესი დაიწყო. ტრამპის კამპანია იყო აწყობილი მშვიდობაზე და მას სურს მიაღწიოს მშვიდობას. სამართლიანი მიდგომით და იმ დათქმით, რომ არ მოხდება მორიგი კონფლიქტი რამდენიმე წელიწადში. რაც შეეხება სანქციებს, ეს ამ კონფლიქტის თანმდევი პროცესია. კონფლიქტის დასასრულებლად ყველა მხარემ უნდა გააკეთოს დათმობა. წინასწარ ვერ გვეცოდინება ეს რა არის. ევროკავშირს უნდა იყოს მაგიდაზე, რადგან სანქციები მათ შორის მათი დაწესებულია.
ომი უნდა დასრულდეს ყველასთვის მისაღები პირობით. რა იქნება ეს, სწორედ ამაზე მიდის მუშაობა. Some underlying principles. პრინციპია, რომ შედეგი უნდა იყოს განგრძობადი და არა დროებითი, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ ვიცით პრაქტიკული რეალობა, რომ არსებობს დისკუსიები ტერიტორიაზეც და უსაფრთხოების გარანტიებზეც. ესაა ფუნდამენტური საფუძვლები, რომელიც დისკუსიებს უდევს საფუძვლად. არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ, რაც ტერიტორიებს ეხება. რთული სამუშაოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დავიწყეთ. პრეზიდენტისთვის მიუღებელია დაუსრულებელი ომი ევროპაში. შეკითხვა უნდა დამთავრდეს თუ არა ომი ტრამპმა შეცვალა შეკითხვით, როდის უნდა დამთავრდეს ის. მხოლოდ მას შეუძლია ის დაამთავროს. საღიაზრი მდგომარეობს იმაში, რომ თუ კონფლიქტის გადაჭრა გსურს, ორივე მხარეს დაილაპარაკო. როგორც კი დონალდ ტრამპი ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, მან დაურეკა პრეზიდენტ ზელენსკის. ჭრილოვანი დიპლომატია გვინახავს და ის აქამდე ხდებოდა. ფაქტი აჩვენებს, რომ მოკავშირეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველდღიურად და ასეც გაგრძელდება. კიევი კრიტიკულად შეხვდა იმ შეხვედრას, რომლის მონაწილეც თავად არ ყოფილა ვოლოდიმირ ზელენსკი. საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად იმყოფებოდა ანკარაში და მოლაპარაკებები ჰქონდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, სადაც პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რომ კიევი უბრალოდ ვერ აღიარებს რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს და ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით დათმობა კიევის მხრიდან არ იქნება და ვერც ისეთ შეთანხმებას მიიღებს კიევი, როგორც ზელენსკი ამბობს, რომლის მონაწილეც თავად არ იქნება და არ იქნება ევროპა. ევროპას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო საკითხია ის, რომ მოვისმინეთ სერგეი ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეწინააღმდეგება მოსკოვი ევროპულ სამშვიდობო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო კიდეც გუშინდელი განხილვების თემა უკვე პარიზში, სადაც ევროპელი ლიდერები ხვდებოდნენ და მოვისმინეთ ჩვენ ლონდონის განცხადება, რომ მზად არის ჯარების გასაგზავნად, ამასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება ევროპელებს შორის და ასევე ევროპელები საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მათი პასუხი ამ გეოპოლიტიკური ძვრების პარალელურად, როგორ უნდა გააძლიერონ მათ საკუთარი უსაფრთხოება, თავდაცვის ხარჯები იმ გეოპოლიტიკური ძვრების პარალელურად, სადაც აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში მათი ადგილი ვერ მოიძებნა. იგრძნობა ევროპელებს შორის გარკვეული წყენა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, თუმცა შეთანხმდნენ ისინი გუშინ პარიზში იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები და თან სწრაფად. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი დასტური იმაზე, რომ თავდაცვაში ინვესტირება არ იქნება აღქმული როგორც ჭარბი ხარჯი. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვერ ვიტყოდი, რომ რევოლუციური, თუმცა ევროკავშირის ისტორიაში ეს არის ძალიან სერიოზული დათმობა ლოგიკის სასარგებლოდ, რაზეც პოლონეთი უკვე დიდი ხანია საუბრობდა. არსებობს ერთიანობა და შეთანხმება იმაზე, რომ თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს და არ არსებობს მიზეზი გავღიზიანდეთ ამერიკის მოწოდებებზე, რადგან დახარჯე მეტი, გახდი უფრო ძლიერი, უფრო მედეგი. ეს სიტყვები გამყარებულია ფაქტებით. ამ შეხვედრაზე იყო 100%-იანი სიცხადე იმაზე, რომ ეფექტურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება და ეფექტურად დავეხმაროთ უკრაინას შეინარჩუნოს მისი სუვერენიტეტი. ეს აბსოლუტურად ნაადრევი და არასწორი დროა ამ დისკუსიებისთვის. ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ვარ ამ დებატებით. აქ ადამიანები საუბრობენ მოლაპარაკებების შედეგების შესაძლო ვარიანტებზე, რომელზეც უკრაინას ჯერ არაფერი უთქვამს და მაგიდასაც კი არ მისჯდომია. ფიქრობ ეს შეუსაბამოა, ჩვენ ისიც არ ვიცით რა შედეგი დადგება. უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის საკითხებზე ევროპასა და ამერიკას შორის არ უნდა იარსებოს რაიმე სახის განხეთქილება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატო დაფუძნებულია ერთიანი მოქმედების პრინციპზე და ამაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს. უნდა გავიაზროთ ახალი ერა, რომელშიც ცხოვრობ და უიმედოდ არ მოვებღაუჭოთ წარსულის კომფორტს. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ევროპელი ლიდერების შეხვედრა იყო საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი გამოწვევებზე საპასუხოდ. თავდაცვის საკითხზე ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ნატოს, მაგრამ ევროპელებმა მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არ ახალია, თუმცა ახლა ამის აუცილებლობაც დგას და თავდაცვის ხარჯებისა და შესაძლებლობების საკითხში ევროპელებმა ნაბიჯები უნდა გადადგან. უკრაინას რაც შეეხება, ეს პროცესის ადრეული ეტაპია. ევროპამ უნდა შეასრულოს მისი როლი. მე მზად ვარ უკრაინაში ბრიტანული ძალები გავგზავნოს სხვებთან ერთად, თუ მშვიდობა მიღწეული იქნება. მაგრამ უნდა არსებობდეს ამერიკული თანადგომაც, რადგან ამერიკის უსაფრთხოების გარანტია ისაა, რაც რუსეთს ეფექტურად შეაკავებს უკრაინასთან მიმართებით. მომდევნო კვირას მე ჩავალ ვაშინგტონში და შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს, რათა ვიმსჯეროთ გრძელვადიან მშვიდობაზე. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი არტამდე გადადო. იცით, რომ იგეგმებოდა ეს ვიზიტი, თუმცა ბოლო ცნობები სწორედ ასეთია და ეს კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უბრალოდ მის განცხადებას, რომ ომის დასრულებას 24 საათში გეგმავდა.